პარტია გირჩის წარმომადგენელი ჰერმან საბო. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოდით დავიწყოთ პირველ რიგში ჩვენს წინა სტუმართანაც საუბარი დავიწყეთ ამ თემით, რადგან მნიშვნელოვანი საკითხი არის და მოვისმენთ თქვენგან პოზიციას არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება. ალბათ ნახეთ და მოისმინეთ პროკურატურის განცხადება. რას ფიქრობთ პროკურატურის აი ამ სვლაზე, ან რამდენად მიგაჩნიათ რომ ეს არის პროკურატურის სვლა? არა, ცალკე აღებული მადლობა მოწვევისთვის, რა თქმა უნდა, მაგით რომ დავიწყოთ. დიდი ხანია თქვენ არ ყოფილვარ და მიხარია, რომ ეს რა თქვა სეზონი გავხსენი. რაც შეეხება ამ ამბავს, ცალკე აღებული ის რომ პროკურატურა რაღაცას წყვეტს და იქ რაღაც ცალკე პროცესი მიდის და რომლის მერე გასაჩივრებასაც აზრი აქვს იმავე არასამთავრობოებმა, რაც სასამართლოში შეიტანებს გონი სარჩელი რომ ეს გაჩერდეს. ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი რაღაც ფარსია რა თქმა უნდა, არც ცალკე აღებული ინსტიტუცია არსებობს, არც პროცესი. ქართული ოცნება დღეს აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ის ნარატივი, რომელითაც ის ასაზრდოებს თავის ამორჩევლებს, ეს რაც გლობალური ომის პარტია და რაღაცა ბოროტი მასონები რომ მართავენ ქვეყნის გარედან რაღაცა პროცესებს და მე აქ რომ მათი წარმომადგენლები უნდა დაიჭირო და თავები წააჭრა, აი ამ პროცესს რაც აწყობს, ყველაფერს გააკეთებს და ესეც ერთ-ერთი რიგითი ნაბიჯი მგონია ამ ყველაფერში. არ მქონდა მოლოდინი რომ ასე არ მოხდებოდა. ასეთ ნაბიჯებს კიდევ ნახავთ ბევრს და რამე განსაკუთრებულს ამაზე ვერ ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგიურად ეს NGO-ები, ეს არასამთავრობოები დიდად გულზე არ მიხატება, რა პროცესშიც ვართ, იმის ლოგიკურ გაგრძელებას ხედავთ ახლა. და არის თუ არა ის პროცესი, რომელიც გავლენას მოახდენს ქვეყნის საერთაშორისო საკითხებს, საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებებზე ჩვენს ქვეყანას მიმართებაში და გადაწყვეტილებებზე, არა მხოლოდ დამოკიდებულებებზე, უახლეს მომავალში პრინციპში ველოდებით ხომ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. მე არ მგონია ამ კონკრეტულმა შემთხვევამ რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები გამოიწვიოს. უკვე მოხდენილი აქვს ქართული ოცნების პოლიტიკას და რიტორიკას ჩვენ საგარეო კურსზე და ჩვენს მეგობრებზე გავლენა. უკვე აღარ გვთვლიან მეგობრად ის რომ ჩვენ ამერიკა ჩათვალეთ რომ სტრატეგიულ პარტნიორად აღარ გვთვლის და ვისი ზურგიც კი ოდესმე შეიძლება გქონოდა, ვისი იმედიც კი შეიძლება გქონოდა იმაში რომ ჩვენ უფრო დიდ მოთამაშეებთან და უფრო აგრესიულ მოთამაშეებთან რუსეთის თამადობით რაიმე სახის გვერდში დგომა და დახმარება გვექნებოდა იმ ხალხს ვაწყენინეთ და ეხლა ესეთი პატარა რაღაცებებით კიდევ უფრო გაუარესდება მეთქი არ მგონია ეხლა უბრალოდ რაღაცნაირად პლატოზე ვართ ეს პლატო გამოწვეულია იმით რომ ქართულ მოცემებმა ყველაფერი გააკეთა რაც კი ეგონა რომ გავიდოდა და ახლა ველოდებით რას უპასუხებს უკვე ტექნიკურ დონეზე ჩვენი დასავლელი მეგობრები ეს იქნება უიზოს გაჩერება თუ რაიმე სხვა სანქციები თუ ასე შემდეგ თუმცა არ მგონია რომ ეს ყველაფერი რამენაირად რადიკალურად შეიცვალოს იქამდე სანამ თავარი ფოკუსი მთელ მსოფლიოს ჯერ აქვს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართულებით ჩვენ და სამწუხაროდ ტრაგედია რომ ჯერ ხურდავართ ამ მთელ ამბავში ანუ ვერ მოახერხეთ იმდენად წარმატებული, იმდენად დიდარი, იმდენად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ყოფილიყავით, ჩვენი ინტელექტუალური რესურსით, ბუნებრივი თუ ასე შემდეგ გეოპოლიტიკურით, რომ ჩვენ რაიმე ვერც იმით რომ თქვა პირადი კონტაქტებით კარგი ურთიერთობა დაგვემყარებინა, რომ რაიმე ცალკე პროცესი მიმდინარეობდეს ჩვენთვის. ახლა ჩვენ უბრალოდ რაღაც იმ პროცესის ხურდავართ ჩვენ და სამწუხაროდ. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს აი ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა და თქვენმა მონაწილეობამ ამ არჩევნებში? ჩვენ ნახეთ კანდიდატების წარდგენა თქვენი მხრიდან ამ ეტაპზე დედაქალაქის ნაწილი გაასაჯარავეთ საზოგადოებისთვის იქნება თუ არა თქვა შემდეგი ეტაპი და რეგიონებსაც დაფარავთ თუ არა თქვენი საარჩევნო გეგმები რომ გითხრათ თუ შეიძლება და ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე რა გავლენის მომხდენი შეიძლება იყოს ეს არჩევნები და ამ არჩევნებში თქვენი მონაწილეობა დიახ, ჩვენ გუშინ მქონდა წარდგენა ჩვენი თბილისის მერობის კანდიდატის, რომელიც პრაიმერსით შეირჩა, იაგო ხუჩია იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი თბილისში 36 ნომრით და ასევე საკრებულოს პირველი სამეულის, რომელიც ფრაქცია შეიძლება ყავდეს, ანუ ჩვენი ახლანდელი რეიტინგი თუ არ ვდოთ რომ მინიმუმ 3 ადამიანის გაყვანას მოახერხებ და ამიტომ წარდგენა ესეთი სიმბოლური ქონდა. ძალიან კარგი ხალხი შემოგვიერდა ჩემი აზრით, თავის საქმის პროფესიონალი და ისეთი რომლებსაც თავის სფეროში ყველა იცნობს თელ თბილისში და თან შეუძლიათ სწორი პოზიციით კრიტიკაც მათ შორის და იმ პროცესების რომელიც ქალაქშია, რომელიც ქალაქს აწუხებს, ქალაქის მოსახლეობას. მაგრამ უფრო დიდ სურათს რო დავხედოთ თქვენ კითხვას რო უპასუხოთ რა ეს თვითმმართველობის არჩევნები რაც ამ დიდ გლობალურ თამაში რამე შუაშია თუ არა
ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან ცდილობენ ეს რაღაც დიდ ერთ სოუსში მოხარშონ, რომ აი რაღაც კიდე ერთი ნაბიჯი, რაღაც ქართული ოცნების რაღაც აქეთ ერთი იძახის რომ ამით ქალაქს გამოვგლიჯავთ, მეორე იძახის რომ არ უნდა შევიდეთ და ამით დისკრედიტაცია მოახდინოთ. ჩვენ ესე სამწუხაროდ აღარ უყურებთ ამ პროცესს. ეს ამბიცია ქალაქის გამოგლიჯვის თქვენ არ გაქვთ? იცით რა, ცოტა ხმამაღალი იქნება ეხლა მეორე ტურამდე რომ ეს თქვათ, ნამდვილად იაგო ხუჯიას უფრო მაღალი პირადი რეიტინგი აქვს ვიდრე გიჩს და მაგაზეც არის რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან გათვლა, მაგრამ პირველ ტურში რაღაც ქალაქ გამოგლიჯოთ რაღაც სერიოზულად არ გამოჩნდები. ჩვენი მიზანი ახლა არის საკრებულოში მინიმუმ 3 ადამიანის გაყვანა და მეორე ტურში თუ მოახერხეთ რომ იაგო გავიდეს სავარაუდოდ ქართული ოცნების კანდიდატთან, ეს იქნება პირველი ეტაპის პროგრამა მინიმუმი, ასე ვთქვათ, პირველი ეტაპის გამარჯვება. ხოლო რაც შეეხება ამ კონტექსტს დიდი ხანი ვცდილობდით ჩვენ კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად საერთო აქეთ პოზიტიური წესიერი შინაარსიანი პროცესის შექმნას, რომელიც დაუპირისპირდებოდა ქართული ოცნების იმ პროპაგანდას, ტყუილს, ადმინისტრაციულ რესურსს და ყველაფერს. ნაცვლად იმისა, რომ ქართული ოცნება შეყვე ამ პროცესში და რაღაცა შეასეთოს, რო გეძახის, შეისეთო დაუძახო აქედან და აი რაღაც კინკლაობაში მე უბრალოდ ხალხი გიყურებს ტელევიზორს გადმორთავს და იხვდება, რომ რაღაც სანტა-ბარბარა მინდის, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს შეიძლება მის ცხოვრებასთან. ირიბად შეიძლება მე რაღაც წლების მერე სავიზო გაუქმდეს ან რაღაც მასეთ, თორე აი კონკრეტულად იმ პოლიტიკურ პროცესის სიმულაციას რომ მის ცხოვრებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგას ხვდებიან ადამიანები და აქედან გვინდოდა ჩვენ ოპოზიციონერების გაყვანა და რაღაცნაირად ერთად რაღაც პროცესის დაწყება. რომ ქართული ოცნების ნარატივის დაპირისპირება და არა ის, რომ ჩვენ ქართული ოცნება ცუდი ვართ ან ქართული ოცნება ცუდია, ამიტომ ჩვენ უნდა მოგცეთ ხმა. არამედ დაგვეპირისპირებინა რაღაც ისეთი იდეა, რომლებზეც ქართველებს ავანთებდით და ერთად ვიტყოდით, რომ აი ესეთ საქართველოს გინდა და მოდი ამისთვის ვქნათ ყველაფერი ნაცვლად იმისა, რომ ვიღაცაზე შური ვიძიოთ ან რაღაც მასეთი. ასეთ პროცესი რახან არ გამოვიდა ოპოზიციასთან, არ ვიცი პარტიაში განხეთქილება გვაქვს მოსყიდულები არიან თუ სულელები, მაგრამ ლანძღვას რო შევეშვათ. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ იდეაში მივაწვეთ იმ ამბავს, რაც ლოგიკურად უნდა ქნა ამ სიტუაციაში ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც არ მოწონს არც ქართული ოცნების მიერ შექმნილი გარემო და არ მოწონს არც ის რა ალტერნატივას თავაზობს დანარჩენი ოპოზიცია. ჩვენ გადავწყვეტეთ, ჩვენ თავს მივხედოთ და მაქსიმალურად გავიზარდოთ ისე, რომ ჩვენ ანგარის გასაწევი ძალა ვიყოთ უფრო და უფრო. და ამ პროცესში ჩვენ გამოვიყენებთ აბსოლუტურად ყველა ბერკეტს, მათ შორის ამ არჩევნებსაც მასე უყურებთ. ჩვენი იდეების კიდევ ერთხელ გაჟღერება, ამ იდეების დამიწება ქალაქის პრობლემების დონეზე და გადათარგმნა რაღაც გლობალურ იდეებს რო ვიძახით, ხოლმე ის როგორ შეიძლება ითარგმნოს თბილისზე, რა პრობლემას აგვარებს, რას ვერა. და ჩვენ ჭკუაზე ხალხს გადმოყვანა, რომ თქვა, რომ დიახ, აი რაღაც ეს პროცესი არ მოგწონს, არც ქართული ოცნება, არც აქეთ ვითომ პროდასალურ ოპოზიციას რო ეძახის თავს ხალხი, მაგრამ იმით განსხვავდება მარტო ქართული ოცნებისგან, რომ არც ვიღაც ევროპელ პოლიტიკოს შეიძლება ჩაეხუტოს, მაგრამ იმის იქით საქმით რო შეხედო რა უნდა ქვეყანაში, როგორ საქართველოს გაკეთება უნდა. დიდად განსხვავებას ვერ ნახოთ ქართული ოცნებისგან, შეიძლება ცოტა ნაკლები კორუფციით, ნაკლებით, მაგრამ მაინც კონტროლირება და სასამართლო უნდა. სახელმწიფო დაწყებული გაქვთ ამ მრჩეველთან, ანუ თქვა და რა ფორმატში ან რა რეგიონებს ფარავთ? ხო, რეგიონების ნაწილზე მადლობა რომ ჩამეკითხეთ. 70-მდე ოლქია თუ სწორად მახსოვს თუ ვცდები, არცი. აქედან ნახევარში მოახერხეთ გვენახა ადამიანები, ვისაც სურვილი აქვს რომ თავისი პატარა საზოგადოების წარმომადგენელი იყოს და საკრებულოში ყავდეთ მინიმუმ ერთი გირჩელი, რომელიც ამ მისი ამორჩევლების ხმას მიიტანს, ეგ რაღაცა გააჟღერებს ამ ორგანოში. ამ პროცესის შედეგად დაახლოებით 30-მდე რეგიონი დავფარეთ, როგორც გითხარით, აქ გვექნება წარდგენები, სადაც არ გამოჩნდა ხალხი დაინტერესებული იქ რა ძალით ჩასმა და მექანიკური სიების შედგენა ჩვენი სტილი აღარ არის. ამიტომ ასე დაახლოებით ნახევარ საქართველოში იქნება ბიულეტენში გირჩი და უცებრად მინდა გითხოთ 4 ოქტომბრის გეგმებთან დაკავშირებით გამოცდილებიდან გამომდინარე ალბათ დაახლოებით ხვდებით რა სტილით შესაძლოა წარიმართოს პროცესები 4 ოქტომბერს. ამას თუ დავამატებთ იმასაც, რომ თქვა ბოლო არჩევნებისგან განსხვავებით ძალიან ცოტა იქნება, ან სულაც არ იქნება დამკვირვებელი. საერთაშორისო დამკვირვებლები არ იქნებიან, ადგილობრივი დამკვირვებლები არ იქნებიან. აი თქვენ რა რესურსი გაგაჩნიათ იმისთვის, რომ აი გადმობირებული ადამიანები, რომელზეც წეღანი საუბრეთ, მათი ხმები დაიცვათ, თქვენი პარტიის ინტერესები დაიცვათ. აი რა რესურსი გაქვთ ამისთვის და მეორე მხრივ რა შესაძლებლობა გექნებათ ქართული ოცნების პირობებში ჩატარებულ არჩევნებზე, რომ ეს გააკეთოთ?
სწორად ახსენეთ, წარსული პრაქტიკაო და პრაქტიკა, რასაც გვიჩვენებს, გაყალბებები არ ხდება კონკრეტულად საარჩევნო უბანზე. გაყალბებები ხდება სუსით, დაშინებით, მოსყიდვით არჩევნებამდე იქ მართლშორისად პირადობის წართმევები იქნება თუ ვიღაცების დაკაჩავება იქნება თუ ასე შემდეგ. ამ პირობებშიც კი ერთის მხრივ ქართული ოცნება როგორ იქცეოდა, მეორეს მხრივ ოპოზიცია როგორ იქცეოდა წინა არჩევნებზე, როდესაც რაღაცა ვითომ ხმა არ დაიკარგოს კამპანიის ფარგლებში ჩვენი სრული გარიყვაც სადეს, ამ პირობებშიც კი ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ავიღეთ 3% და მგონია რომ ჩვენი ამორჩეველი მიუხედავად ყველაფრისა არის ისეთი მოტივირებული ადამიანი, რომელიც არჩევნებზე მივა და ჩვენ ნომერს გააფერადებს და უკვე ის გაფერადებული არ დაიკარგება, რასაც გვიჩვენებს ბოლო ქართული ოცნების ბოლო 10 არჩევნები. ანუ ბიულეტენში თუ მოხდა შენი ხმა, ის მოხდება, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს იმას, რომ იქამდე ნამუშევარია იმ ხალხზე, რომელიც ან არ მიდიოდა და ცოტა ჭოჭმაობდა და ამათზე სუსი მოქმედებს. ამას ისე ვნახავთ, ჩვეულებრივად დარწმუნებული ვარ. უბრალოდ მიუხედავად ამ არასწორი გარემოსი ჩვენ მაინც ჯიუტად ვაპირებთ რომ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. ქართულ ხალხსაც კიდევ ერთხელ მივიცეთ შანსი რომ რამე წესიერი გააფერადოს და გავიზარდოთ როგორც საზოგადოება. თუნდაც ცოტა ზდა მაინც ადამიანებში იწვევს იმ განცდას რომ ჩვენ რაღაცა კლუბი კი არ ვართ რაღაცა ერთნაირად მოაზროვნე ადამიანებს, არამედ წლიდან წლამდე უფრო სერიოზულ პოლიტიკურ ძალად ყალიბდებით და ამ არჩევნებსაც მაგ შესაძლებლობისთვის გამოვიყენებთ. დიდი მადლობა. მადლობა სტუმრობისთვის. უსმენდით პარტია გირჩის წარმომადგენელს ჰერმან საბოს. ახლა ჩვენი გადაცემის შემდეგ